მოიმარჯვეთ სნეკები, ეხლა უნდა წაგიყვანოთ ალაბამაში. შტატი მდებარეობს აქ, ესაზღვრება ტენესის, ჯორჯიას, ფლორიდას და მისისიპის. მოსახლეობა 5 მილიონი რესპუბლიკელი ცხოვრობს ამ შტატში. ცნობილი ქალაქები, საიდანაც ასეთ უშე შეკვეთებს წამოიღებთ, ეს არის ჰანცვილი, ბირმინგემი და დედაქალაქი მონტგომერი. არც აუქციონების სიმრავლით გამოირჩევა ალაბამა და არც სადილეროების დიდად. რელიეფსაც შეეხება ფლორიდას ავითარეს რა, ჩრდილოეთში ოდნავ ბორცვიანია, დანარჩენი სულ ვაკე არის. ამინდიც მსგავსად ცხელა ძალიან 37 გრადუსამდე ადის დაახლოებით ცელსიუსით ზაფხულში და ზამთარი ძალიან კომფორტულია 5 გრადუს არ ჩამოცდება დაბლა. აბრევიატურები არის ეს, ზიპკოდები კიდე დაიწყება ასე. იქნებ საწვავი მაინც იყოს იაფიო. არა. რეგულარი ღირს 3 და 74, დიზელი კიდე 5 და 15. და საერთოდ ქალაქ დოთენში, დოთენია ის ამ ქალაქში, საერთოდ 5 და 24 არის დაჟე. ნუ ხა ტოლებსაც შეეხება იცოცხლე კიდევ კაი, ეგ მაინც არის სრულიად უფასოა. ალაბამა შედის პოლიციის მხრივ ყველაზე ჯიგარ პოლიციელებში ტოპ 9-ში. ტრუპერების დეფიციტი აქვს იდეაში ვითომ და მაგიტომაც იშვიათად შეხვდებიან მაგ შტატში. მაგრამ დამიწერეთ რა მძღოლებო, მართლა ეგრე არის თუ ეს ინტერნეტი იტყუება მაინც და მაინც. აი მაგ ამბავში თქვენი გამოცდილება მჭირდება. ხო იცით თქვენ კომენტარებს უეჭველი გითხულობ. საერთოდ ყველა კომენტარს ვკითხულობ ყველა ადამიანისგან. და თქვენი გამოცდილება გამიზიარეთ კაცურად. ეხლა რეცი დავიმახსოვროთ ეს ერთი შეხვედრით რთულად დასამახსოვრებელი შტატი. Forrest Gump-ი კინო თუ იცით, ეს კინო რა, არის გადაღებული ამ შტატში. და პირველი ზარი 911 გისმენთ, განხორციელდა შტატ ალაბამაში 1968 წელს თუ არ ვცდები. და ეგრეთ წოდებული დორნიკები, საქარემინის საწმენდის საშუალებებით გამოიგონეს ალაბამაში. ხო და ეს ეხა დედა გადამრია სასწაული ისტორიაც არა აქვს იდეაში და არც გამორჩეული ფაქტები არა აქვს თითქოს, მაგრამ წვრილმანი ძალიან ბევრი დეტალი აქვს ალაბამას, რითიც გამოირჩევა ეს შტატი. ეხა შევაჯამოთ ეს შტატიც, მოდი ბარემ ქარჰაულინგის მიმართულებით როგორი შტატი არის. ნუ არ არის რა, ქარჰაულინგის შტატი, მართლა არ არის რა. ნუ გავიგეთ რომ პოლიცია არ გაწუხებს, გავიგეთ რომ აღმართ-აღმართი არ არის, მაგრამ არის საწვავის ფასი მაღალი, შეკვეთებიც არ არის. და თუ ვაი და დისპეჩერმა გადაამოწმა ის კონკრეტული ქალაქი, სადაც ჩადის დელივერი სადაც აქვს და იქ თუ დაგხვდათ შეკვეთა, კი ბატონო გამოხვალ. საბოლოო ჯამში მე ამ შტატს დაუწერ 10-დან 5-ს. ესაც ერთადერთი იმის გამო, რომ ტენესი და ჯორჯია ყავს მეზობლა. გამოიწერეთ არხი წინ, ხომ მთელი ამერიკა გველოდება და ისწავლეთ დისპეჩინგი ჩემთან. კარგად.